გუშინ პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც მან ისტორიული მიღწევა აღწერა. მან განაცხადა, რომ ეს იყო შეთანხმებების ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის დასრულებას და ლიბანთან მშვიდობის შეთანხმებისკენ გზის გახსნას. იცით, ისტორიული მიღწევის იდეა ძალიან დიდი სიტყვებია. მინდა სერიოზულად მიუდგე ამას, რადგან ვფიქრობ, რაც ახლა ხდება, მხოლოდ სათაურზე მეტს იმსახურებს. თუ კონტექსტში ჩაუღმავდებით და ვინახავთ, რომ აქ რაღაც ვითარდება, რაც მომავალ წლებში შეცვლის იმ გზას, როგორაც ისრაელი რეგიონში მოქმედებს. მაგრამ სანამ ნეთანიაჰუს ნათქვამს და მის რეალურ მნიშვნელობას განვიხილავდეთ, მინდა გაგიზიაროთ ერთი სურათი, რომელიც ვფიქრობ ყველაფერს ასახავს. წარმოიდგინეთ, რომ კინოთეატრში ზიხართ, 3D ფილმზე, ორი ადამიანი გვერდიგვერდ. ერთ სათვალე უკეთია, მეორე არა. ეკრანი იგივეა, სურათებიც იგივეა, მაგრამ გამოცდილება სრულიად განსხვავებულია. და ვფიქრობ, სწორედ ეს ხდება, როდესაც დასავლეთი დღეს ახლო აღმოსავლეთს უყურებს და მთავარი ფილტრი, რასაც იყენებს, რეალიზმია. ეხლა მინდა ვისაუბრო დასავლეთზე და დისტანციის ფუფუნებაზე. იცით, ეს ისეთი თემაა, რაზეც დაფიქრება ღირს. დასავლეთს საკუთარ მიწაზე სერიოზული კონფლიქტი 100 წელზე მეტი არ გამოუცდია. ეხლა დაფიქრდით, რას იწვევს ეს ნელ-ნელა თაობების განმავლობაში, როგორ იწვევს ცივილიზაცია ფიქს. იცით, როცა თქვენი მტრები შორს არიან და თქვენ უშუალოდ არ გრძნობთ ამას საკუთარ თავზე, გაქვთ ერთგვარი ფუფუნება. ფუფუნება, რომ შეცდეთ და ამისთვის მაშინვე არ გადაიხადოთ ფასი. დაშორება გაძლევთ დროს და დაშორება გაძლევთ საშუალებას ჩაატაროთ ექსპერიმენტები. და ვფიქრობ, მართლა მჯერა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული დასავლეთი ატარებდა ამ ექსპერიმენტებს. მაგალითად, იდეა, რომ ბოროტება შეიძლება გამოსწორდეს თუ მას ლეგიტიმაციას ან რესურსებს მით, რადგან ყველას გვინდა უკეთესი ცხოვრება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ნამდვილად ბოროტები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბოროტება რელიგიური მოტივითაა განპირობებული, ის უკეთეს ცხოვრება, რომელსაც ისინი ეძებენ, ამ სამყაროში არ არის. ის საიქიოშია და ერთადერთი გზა, რომ იქ მოხვდნენ, არის ამ სამყაროში ყველაფრის ან ყველას განადგურება, ვინც მათ რელიგიურ ფანატიზმს არ იზიარებს. ეხლა მე არ ვამბობ, რომ ყველა დასავლელი ლიდერი ფიქრობს, თითქოს თუ ბოროტებას დანებდები და მებდები და მას გამოასწორების შეიცვლება. მაგრამ როგორც წამყვან ინსტინქტს, როგორც ნაგულისმევ ხედვას, ამან უზარმაზარი რაოდენობის გადაწყვეტილებები ჩამოაყალიბა. იცით, ღირს გავიხსენოთ რა ესმოდა ჯორჯ ვაშინგტონს ამერიკის დაარსებისას. მან თქვა, რომ ომისთვის მზად ყოფნა მშვიდობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ეხლა ეს ომის მომხრე განცხადება არ არის. ეს რეალიზმია. ეხლა გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება და გადავხედოთ ახლო აღმოსავლეთს. მოდით შევადაროთ ეს იდეა, სადაც ძალა ბუნებით ბოროტებაა და კომპრომისი ძალას გამოხატავს. ისრაელის რეალობაში ეგვიპტე, იორდანია, სირია და ლიბანი ათასობით მილით დაშორებული არ არიან. ისინი სულ რამდენიმე მილით არიან დაშორებული. და ასეთ გარემოში შეცდომა შეფასებაში აკადემიური პრობლემა არ არის და არც ლაბორატორიული ექსპერიმენტია, რომელსაც შემდეგ ექსპერიმენტში უბრალოდ გამოასწორებ. მაშინვე გძნობ ამას. ამიტომ იქნება ეს რელიგიური, სეკულარული, მემარჯვენე თუ მემარცხენე. ისრაელში ახლა არსებობს ერთგვარი მძიმე გამოცდილებით მოპოვებული სიცხადე, რომელიც მტერთან გვერდიგვერდ ცხოვრებიდან მოდის. ისრაელის სახელმწიფო, ჩემი აზრით, ყოველთვის მოქმედებდა განსაკუთრებით თავის საუკეთესო მომენტებში ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე დაკრდნობით. რელიგიურად მოტივირებული ბოროტება, ისლამური ფუნდამენტალიზმი ან სხვა ფუნდამენტალიზმი, როგორიც იყო ჯვაროსნული ლაშქრობები, რომლებიც შუა საუკუნეებში ებრაელებს ებრძოდნენ, თავისით უკან არიხევს. ის არ რეაგირებს ეკონომიკურ სტიმულებზე ისე, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკური მოთამაშე. ის არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობის ხელის გაწვდენას ცდილობს. ისტორია სულ მცირე ამ რეგიონში და ვფიქრობ, ალბათ გლობალურადაც გვიჩვენებს, რომ ბოროტება უკან იხევს მხოლოდ მაშინ, როცა ის ნამდვილად და სულად დამარცხებულია. ეს გერმანიის მაგალითზე ვნახეთ. ეს იაპონიის მაგალითზეც ვნახეთ. ეს ორი მაგალითია, შეიძლება სულ რამდენიმე ესეთი იყოს. და მათ ყველას ერთი საერთო აქვთ. აბსოლუტური უპირობო კაპიტულაცია. ეხლა მინდა შევხედო გაკვეთილს, რომელიც მუდმივად მეორდება და მიგვიყვანს იმ მიმდინარე შეთანხმებამდე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ გულისხმობდა. მოდით 2006 წლის ლიბანს შევხედოთ. მე იმ ომში ვიყავი. ის ომი აუცილებელ გაგებას გვაძლევს იმის შესახებ, რაც ახლა ხდება. 2006 წლის ომის შემდეგ არსებობდა გეგმა, საერთაშორისო მხარდაჭერით შექმნილი გეგმა.
ლიბანის არმია, რომელსაც UNIFIL უჭერდა მხარს, უნდა განაიარაღებინა ჰეზბოლა და დაეკავებინა ლიტანიის მდინარის სამხრეთით მდებარე ტერიტორია, რათა ჰეზბოლა იქ არსად ყოფილიყო. მსოფლიოს ბევრისთვის, განსაკუთრებით კი გაეროსთვის ეს გეგმა რეალისტურად ჟღერდა, თუმცა არა ისრაელისთვის. ბევრი ადამიანისთვის ეს ლოგიკურია და სწორედ ისეთი შეთანხმებაა, რომელსაც აშეთეშო და სხვა ქვეყნები გაეროში სერიოზულად წარადგენდნენ. მაგრამ სინამდვილეში მოხდა საპირისპირო რამ. ჰეზბოლა არ შემცირებულა, პირიქით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. რატომ? იმიტომ რომ ირანი აკვირდებოდა. და ის რაც ირანმა დაინახა, რაც ასე გაიგო, იყო ის, რომ ისრაელის ზეწოლის ქვეშ უკან დახევა მაჩვენა, რომ ჰეზბოლა გადარჩა. ჰეზბოლა საშუალო დონის რეგიონული საფრთხიდან გადაიქცა მსოფლიოში უდიდეს არასახელმწიფოებრივ ტერორისტულ ორგანიზაციად. მათ მიიღეს უზარმაზარი დაფინანსება ირანისგან, დიდი მხარდაჭერა სხვა მსხვილი ქვეყნებისგან, რადგან ისინი იყვნენ ის ძალა, რომელმაც ისრაელზე იერიში მიიტანა და წარმატებულადაც ჩაითვალა. და კიდევ უფრო უარესი, ჰეზბოლა გახდა მოდელი. ის გადაიქცა ფრანჩაიზად. სხვა ჯგუფებმა ეს გაითვალისწინეს, ჰამასმა ეს გაითვალისწინა და სწრაფად იმოქმედა, დაიკავა ღაზას სექტორი. რამდენიმე წლის შემდეგ მათ ისრაელზე რაკეტები გაუშვეს, რამაც გამოიწვია ოპერაცია ჩამოსხმული ტყვია. როგორც ჩემს წიგნში, როცა ქვები ლაპარაკობენ წერ, შოკის ტალღებმა ისრაელის შიგნითაც კი ღმად შეანითაც კი ღრმად შეაღწია. ჩრდილოეთის ისლამურმა მოძრაობამ, რომელიც ფაქტობრივად მუსლიმთა საძმოს ფთაა, დაინახა ძალთა ბალანსის ცვლილება და დაიწყო ისრაელის არაბების რეკრუტირება. ესენი იყვნენ არაბები, რომლებიც დიდწილად ერთგულნი იყვნენ ისრაელისადმი. თვლიდნენ, რომ ისრაელი ძლიერი ძალა იყო, მაგრამ როდესაც დაინახეს ისრაელის უკან დახევა და ჰეზბოლას აღზევება, დაიწყეს ისრაელისგან დაშორება. და მათი ლიდერი, რაედ სალახი, რომელიც სხვათა შორის ისრაელში მერი იყო, ორჯერ არჩეული მერი, წარმოუდგენლად იღებს პენსიას. მან თავისი მიმდევრები, ისრაელელი არაბები ჩრდილოეთიდან, ეგრეთ წოდებულ სამკუთხედიდან, ძველი ქალაქისკენ ჩამოიყვანა. მათ ხალხი შეკრიბეს სილვანში და შეიხ ჯარაში, ძველი ქალაქის საზღვართან და სცადეს შესულიყვნენ დუნის კარიბჭიდან, რომელიც პირდაპირ დასავლეთ კედელთანაა. მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, რადგან პოლიციამ უკან დააბრუნა ისინი. შემდეგ დავითის ქალაქისკენ გადაინაცვლეს. ეს დრეები კარგად მახსოვს. მათ ცეცხლი წაუკიდეს არაბი მენეჯერების მანქანებს, რომლებიც გათხრებზე მუშაობდნენ და აიძულეს 90-ზე მეტი არაბი თანამშრომელი დაეტოვებინა სამსახური. ეს არის აღქმული სისუსტის შემდგომი შედეგი. რაც არ უნდა იყოს, ეს ვერ რჩება შეზღუდულად. ეხლა არის კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ დღევანდელ დღეზე გადავიდეთ, ასე რომ აქ ვართ. ლიბანზე ახალი შეთანხმებაა ლიბანის არმიას, რომელსაც აშშ-ს 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია უჭერს მხარს, კვლავ დაევალა ჰეზბოლას განიარაღება. და იმედი სულ-მცირე ქაღალდზე მაინც ისაა, რომ ლიბანი საბოლოოდ სტაბილური გახდება, ალბათ დაალაგებს ურთიერთობებს მეზობლებთან, იქნებ ერთ დღეს ისრაელთანაც კი. და მინდა გულწრფელი კითხვა დავსვა. მოდით რეალიზმის თვალსაზრისით შევხედოთ, არა რიტორიკულად, არამედ რეალურად. რა იქნება ამჯერად განსხვავებული? რა შეიცვალა ფუნდამენტურად, რაც ლიბანის არმიას, რომელმაც 20 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ჰეზბოლას განიარაღება, ახლა ამის საშუალებას მისცემს. ეხლა ბევრი ადამიანი ამ კითხვაზე ასე უპასუხებს. ხო, ეხლა ჰეზბოლა იმდენად დასუსტებულია, რომ ეს არის შესაძლებლობა. მაგრამ ჩვენ გარდამტეხ მომენტს უყურებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჰეზბოლა დასუსტებულია, ირანი ახლა აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო ზეწოლას უძლებს. და ახლა ის საკუთარი დაბრუნების პირობებზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამას ყველაზე კარგად ერთი დეტალი ხსნის, რომელიც სიახლეებში გაჩნდა. ბოლო დროს თუნდაც გასულ კვირას ჰეზბოლამ ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ბანერები განათავსა და ირანს შეთანხმების მიღწევას ულოცავდა. ეს არ არის ორგანიზაციის ქცევა, რომელიც თავს დამარცხებულად გრძნობს. ეს რაღაცას გვეუბნება იმათეუბნება იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ჰეზბოლა სიტუაციას. და ამ ყველაფრის ცენტრში რეალური დაძაბულობაა, რომელიც ჩემი აზრით ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის განხილული. შეერთებული შტატების შეთანხმება ირანთან ლეგიტიმაციას აძლევს ირანის რევოლუციურ გვარდიას. უფრო ძლიერი ირანის რევოლუციური გვარდია აძლიერებს მის პროქსის ლიბანში, რომელიც ჰეზბოლაა. და ამავე დროს მიღწეულია შეთანხმება, რომელიც მხარს უჭერს ლიბანში არსებულ შეთანხმებას, სადაც ლიბანის არმიას უნდა განაიარაღოს ის ჰეზბოლა, რომელსაც ირანთან შეთანხმება აძლიერებს. ეს გავს მებრძოლის, ამ შემთხვევაში ლიბანის არმიის მომზადებას. და სანამ მათ ჰეზბოლას გასანეიტრალებლად, განაიარაღებლად და დასაშლელად გაგზავნით, მათ წინასწარ ფეხს უმტვრევთ, სანამ რინგში შევლენ. ეხლა უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, როგორ ეწყობა ეს ორი რამ ერთმანეთს. შეიძლება რაღაც გამომრჩა, მაგრამ ვფიქრობ, ყველას უნდა დაუსვათ ეს კითხვა.
თუ ჩვენ ვალეგიტიმირებთ რვაფეხას თავს იმავე დროს, როცა ვცდილობთ დავამარცხოთ რვაფეხას საცეცი, ხომ არ ვესვრით საკუთარ თავს ფეხში? ამ კონტექსტში მინდა დავბრუნდე ნეთანიაჰუს განცხადებაზე და იმაზე, როგორ უნდა წავიკითხოთ ის. იკითხოთ ის. ეს უბრუნდება იმ წერტილს, საიდანაც დავიწყეთ, პრეს ბრიფინგს და შეთანხმებების ჩარჩოს. ძირითადი ელემენტი, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, არის ის, რომ როგორც შეერთებულმა შტატებმა, ისე ლიბანმა აღიარეს, რომ ისრაელი შეინარჩუნებს უსაფრთხოების ზონას, რომელიც ცნობილია როგორც ყვითელი ხაზი, მანამ სანამ ისრაელის უსაფრთხოებას ეს დასჭირდება. ეხლა არსებობს ორი საპილოტე ზონა, სადაც ლიბანის არმიას დაევალა ჰეზბოლასგან გაწმენდა. მოდით ამ ზონებს ორი ლაბორატორიის მსგავსად შევხედოთ. ეხლა როცა ეს ზონები ყვითელი ხაზის მიღმა ლიბანის სიღრმეში და ერთ-ერთი ოდნავ ემთხვევა ყვითელ ხაზს, მაგრამ მის მიღმა ჩვენ კიდევ ერთი შევქმენით. ასე რომ ჩანს, ეს არის გაზომილი დათმობა, რომელიც გაკეთდა აშშ-სთან ურთიერთობის კონტექსტში. სინამდვილეში ვფიქრობ, ეს შეთანხმება და ერთ-ერთ დღეს ამას გავარკვევთ, მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობის შედეგად შეიძლებოდა მიღწეულიყო. ფიქრობ, ეს შესწავლის ღირსია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეერთებული შტატებიდან, როგორც ჩანს, საკმაოდ არაერთგვაროვანი გზავნილები მოდის. ზოგიერთი მათგანი თითქოს ამცირებს აშშ-ის ურთიერთობას ისრაელთან, ხოლო სხვები თითქოს ამცირებენ თავად აშშ-ს. ირანზე დამოკიდებულებას. მაგალითად დღეს, როდესაც აშშ-მ ირანულ გემებს დაარტყა, მაგრამ საბოლოო ჯამში პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ძალიან ჩუმად არიან. ისინი ამ ტალღაში არ ჩართულან. მათ არ გაუკრიტიკებიათ შეერთებული შტატები. ისინი კულისებში მუშაობდნენ. და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ წამოაყენონ ეს მოსაზრება და ეს არის მთავარი ცვლილება, რომ ისრაელი ვერ დაიხევს უკან. და მიუხედავად იმისა, რომ მე ოთახში არ ვიყავი, შესაძლოა ითქვა კიდეც, რომ ისრაელი არ აპირებს უკან დახევას. ეს პატარა რამ არ არის. ოსლოს წლებისა და იმ შეთანხმებების შემდეგ, რომლებიც აშენდა ამ უგუნურ ოპტიმიზმზე, რომელიც საერთოდ არ შეესაბამებოდა რეალობას. ის ფაქტი, რომ ისრაელის ფიზიკური ყოფნა ლიბანში აღიარებულია შეერთებული შტატების მიერ როგორც ლეგიტიმური უსაფრთხოების რეალობა. ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ სრული ცვლილება. ამ კონკრეტულ საკითხზე დარჩეს თუ არა უსაფრთხოების პოზიციაზე თუ გაიყვანოს ჯარები, ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ წინააღმდეგობა გაუწია რეალურ ზეწოლას და თავისი პოზიცია შეინარჩუნა. ეხლა ისრაელის მთავრობაში ბევრი ადამიანი არის, რომლებიც არჩევნებზე არიან ორიენტირებულნი და ყველა ძალიან დიდი სიმამაცით საუბრობს. თუმცა მინდა მკაფიოდ თქვა, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს პრემიერ-მინისტრს. გაერთიანდეს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს სიმამაცის გარშემო და ეს უნდა გახდეს ისრაელის სახელმწიფოს ახალი პარადიგმა. ჩვენ სემპათიებს ჩვენს მეგობრებს, მაგრამ ვიცით, რომ ისრაელის სახელმწიფოს ხალხის დაცვა არა მხოლოდ ნომერ პირველი პრიორიტეტია, არამედ ეს არის რეალობა, რომელიც მოლაპარაკების საგანი არ არის. და როცა ამას მაგიდაზე ვდებთ, ვსხდებით ჩვენს მეგობრებთან ერთად და თვალებში უყურებთ და ნათელია, რომ სწორედ ამას ვაკენებთ წინ, მაშინ იცით რა? ჩვენი მეგობრები ხვდებიან, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და საბოლოოდ თვითონაც რწმუნდებიან. რადგან თუ ჩვენ არ ვართ მტკიცე და მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, როგორც ეჰუდ ბარაკმა გააკეთა 2000 წელს, როგორც შარონმა და ოლმერტმა გააკეთეს. მაშინ ჩვენი მეგობრებიც კი გვიყურებენ და ამბობენ: მოიცადე, ეს ნამდვილად არ შეიძლება იყოს შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რადგან შენ ამას უფასოდ თმობ. მაგრამ მთავარი პრინციპი აქ არის ის, რომ ისრაელი მხოლოდ დიპლომატიური ზეწოლის ქვეშ არ თმობს თავის უსაფრთხოების ზღვარს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ პრესკონფერენციიდან უნდა აღინიშნოს. იცი, მოდი ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და ვნახოთ რა მიღწევებია ადგილზე. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ ამ დიპლომატიურ ჩარჩოსთან დაკავშირებით და მე ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება, ის სამხედრო რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, უნდა იქნას აღიარებული და ეს ყოველდღიურად უნდა იქნას აღიარებული. დაახლოებით 90% ჰეზბოლას იარაღისა და მარაგებისა აღარ არსებობს. დაახლოებით 9000 მათი ტერორისტი მებრძოლი ლიკვიდირებულია. სამხრეთ ლიბანში ინფრასტრუქტურა, ის შიიტური, ასე ვთქვათ, სახლები, რომლებშიც მე ვყოფილ ვარ და მათ ქვეშ არსებულ გვირაბებში, მარაგებსა და იარაღის საცავებში, რომლებიც ჰეზბოლას საფარად ემსახურებოდა, მნიშვნელოვნადაა დაშლილი. ეხლა, ეს სული გამოსავალია? არა. მაგრამ ეს აღადგენს ერთ მნიშვნელოვან რამეს, ის რომ ისრაელზე თავდასხმას დიდი ფასი ექნება. ამასაც ნიშნავს ყვითელი ხაზი, რომ ეხლა ისრაელი ლიბანის ტერიტორიას აკონტროლებს, რომ აგრესია უსასყიდლოდ არ ჩაივლის. ტერორისტებს არ შეუძლიათ უბრალოდ ცუდად მოიქცნენ და იფიქრონ, რომ დაუსჯელად დარჩებებიან. ეს არის ის ძირითადი ლოგიკა, რომელიც უნდა იყოს ნებისმიერი მდგრადი უსაფრთხოების გარანტიის საფუძველი. თუ ისრაელს დაუპირისპირდები, ამისთვის პასუხს აგებ და ძალიან მძიმე დაგებ. ეს ტკივილიანი იქნება, დალიანი იქნება და გაგრძელდება. მანამ სანამ ინატრებდი, რომ იმ დღეს სხვანაირად მოქცეულიყავი.
ეხლა მინდა კიდევ უფრო ფართო სურათს შევხედო, რადგან გონია, რომ აქ უფრო დიდი სურათია, რომელიც ადვილად შეიძლება გამოგრჩეს. დაფიქრდით, როგორი იყო ისრაელის სტრატეგიული რუკა 2023 წლის 6 ოქტომბერს. ჰამასი გამაგრებული იყო ღაზაში, ჰეზბოლა შეიარაღებული და აქტიური ლიბანში, სირია მტრული ძალა და ირანი, რომელიც ყველაფერს კოორდინირებდა. და ისრაელი რეალურად ამ ცეცხლის რგოლით იყო გარშემორტყმული. ეხლა დღევანდელ რუკას შეხედეთ. ისრაელი უსაფრთხოების ზონებს აკონტროლებს სამხრეთ ლიბანში. ისრაელის ძალები განლაგებულია ჰერმონის ქედზე სირიაში. გაზას აღმოსავლეთი ნაწილი ისრაელის სამხედრო კონტროლის ქვეშაა. თუ ვინმე ამ რუკას ჩვენთვის 2 წლისა და ნახევრის წინ აღწერდა, არ დავიჯერებდით. მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ისრაელი თავის უსაფრთხოების საჭიროებებს აყენებს წინა პლანზე და არ აპირებს უკან დახევას. ეს არის ახალი ისრაელი. ეს არის ისრაელი, რომელიც გაიზარდა, სულწლოვანებას მიაღწია და ტოვებს მშობლების სახლს და ამბობს, იცით რა? მე თვითონ მივხედავ ამ ყველაფერს. თავიდან მშობელი შეიძლება თქვას, ხომ იცი, შენზე ვზრუნავ. მაგრამ საბოლოოდ მშობელიც ამბობს, იცი რა? კარგი მშობელი ამბობს, იცი რა? დროა დამოუკიდებლად დადგე ფეხზე. ასე უფრო წარმატებული იქნები. იცი, ვფიქრობ, კლაუზევიცი, დიდი კონსერვატორი, სტრატეგი და სამხედრო სტრატეგი მართალი იყო, როცა დაწერა, რომ ომი არის პოლიტიკის გაგრძელება სხვა საშუალებებით. ეს ძალიან ცნობილი ფრაზაა, რომელსაც ყოველთვის ასწავლიან, მაგრამ სინამდვილეში რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თუ არ ყავს ეფექტური სამხედრო ძალა, რომის გამოყენებაც მზად ხარ, ვერასდროს შეძლებ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და შენი მიზნების მიღწევას. საჭიროა გქონდეს დამაჯერებელი სამხედრო მუქარა და მისი გამოყენების უნარი. 7 ოქტომბრის შემდეგ ალბათ არ ყოფილა ქვეყნები, მით უმეტეს კარგი ქვეყნები, პოზიტიური, თავისუფლების მოყვარე ქვეყნები მსოფლიოში 10 წლეულების განმავლობაში, რომლებიც ისე იცით, ბიბლიაში წერია, თუ ვინმე წამოდგება რომ მოკლას, შენ წამოდექი და პირველმა მოკალი იგი. ეს ბიბლიური ბრძანებაა, რომ არ უნდა დაელოდო, სანამ მტერი დაგარტყამს, სანამ შენ საპასუხოდ იბრძოლებ. შენ უნდა წამოდგე და პირველი დაარტყა. ის რაც ისრაელმა ცოტა ხნის წინ ირანში გააკეთა, იყო ისრაელის წამოდგომა და პირველი დარტყმა. ისრაელმა სხვადასხვა შემთხვევაში, როდესაც დაარტყა ნასრალას, ხამენეის, მოხამედებს და სხვებს, აჩვენა, რომ ისრაელი დგება და პირველი უტყამს. რაც დღეს ვხედავთ, არის ისრაელის სამხედრო პოზიციის პოლიტიკურ რეალობად გადაქცევა. სწორედ ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ. ეს ნიშნავს ამ შეთანხმებას, იქნება ის ძალაში თუ არა. ამ შეთანხმების არსებობის მიზეზი და ეს პრემიერ-მინისტრმა თავის სიტყვაში თქვა, არის ის, რომ ჰეზბოლა ძლიერად დაზიანებულია და ძლივს გადარჩენას ახერხებს. და ვფიქრობ, ეს ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახვევას იმ იდეებისგან, რომ უსაფრთხოება შეიძლება მიღწეულიყო დათმობებითა და ნდობის მშენებლობით, იმ აქტორებთან, რომლებმაც ჯერ არ აჩვენეს და არასდროს აჩვენებენ, რომ შეიძლება ენდო. ჩვენ ნახეთ, სად მიგვიყვანა ამან. ნაიარევები ძალიან რეალურია. ასე რომ სად გტოვებს ეს ყველაფერი? იცით, გულწრფელად რომ თქვა, ამ სიტუაციას მოგძალებით უდგები. ადრე შემცდარვარ და აქვე ვაღიარებ ამას. ადრე შემცდარვარ. ლიბანური შეთანხმება შეიძლება იმუშაოს. იმედი მაქვს იმუშავებს. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხედავ იმ ცვლილებას, რომელიც ლიბანის არმიას მისცემს საშუალებას გააკეთოს ის, რაც 2000 წლის განმავლობაში ვერ შეძლო. ცინიკური არ ვარ, ეს უბრალოდ ძალიან ნათელი კითხვა და არ მინდა რომ ჩვენ ჯარისკაცებს ან ჩვენს ხალხს ფასის გადახდა მოუწიოთ. თუ შეთანხმება ძალაში დარჩება და ლიბანი ნამდვილად გადადგამს ნაბიჯებს ჰეზბოლას განიარაღებისკენ, შესანიშნავია. თუ ასე არ მოხდა, ისრაელს ბევრი რთული არჩევანის წინაშე დადგება. და შეიძლება ლიბანში შიდა დინამიკაც იყოს, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მოსახლეობა, რომელიც დიდი ხანია ჰეზბოლას ჩtildeქვეშ ცხოვრობს და შესაძლოა, როცა ეს ჩრდილი შესუსტება, თავისი ხმა იპოვოს, როგორც ეს ირანში მოხდა. რაც მე ვფიქრობ, რომ ნათელია, ან ყოველ შემთხვევაში, რასაც ბოლო წლების მტკიცებულებები ადასტურებს, არის ის, რომ ნებისმიერი ისრაელი ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყნის ხალხს დაიცავს, სერიოზულად უნდა მიუდგეს იმ გაკვეთილს, რომ ეს უსაფრთხოების ზონები არ არის მოსალაპარაკებელი. მტერმა უნდა გაიგოს, რომ თავდასხმას რეალური ფასი აქვს და რომ ადგილზე სამხედრო ძალების განლაგებას მნიშვნელობა აქვს. არა მხოლოდ ამ მომენტში, არამედ როგორც შემაკავებელი მომავალი წლებისთვისაც. როცა ვინმე ფიქრობს, რომ ისრაელს შეუტევს და ფასს არ გადაიხდის. ასე რომ ჩვენ სინამდვილეში რაღაცა უაღრესად ისტორიულს განვიცდით. ეს ყოველთვის ასე არ იგრძნობა, როცა ამ ყველაფრის შუაგულში ხარ, მაგრამ ფიქრობ, რომ მომავალში როცა გადავხედავთ, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა მიიღება იმის შესახებ, თუ სად დგას ისრაელი, სიტყვასიტყვით განსაზღვრავს ამ ქვეყნის ისტორიის შემდეგ თავს. მე რონ შპილმანი ვარ, ეს თრუისტია.